ვიყიდე პატერიკი, თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნი. პატერიკი ეს არის წმინდა მამათა ცხოვრებისეული გამოცდილება, ცხოვრებისეული სწავლებები. პატერიკის კითხვისას წავაწყდი ასეთ მონაკვეთს. ბერი კელიაში იჯდა და ფიქრობდაო. სანამ ფიქრობდაო, ეშმაკი კელის კარებთან იდგა და ვერ შედიოდაო. როგორც კი ბერმა ფიქრი შეწყვიტა, ეშმაკი შევიდაო. ძალიან გამაკვირვა ამ ნაწერმა, იმიტომ რომ ფიქრით ეშმაკს ნამდვილად ვერ გააგდებ, პირიქით, აზრებით, ფიქრებით. სწორედ ამ გზით შედის ეშმაკი ურთიერთობაში დაცემულ ადამიანთან. იმდენად გამაკვირვა ამ ნაწერმა, რომ გადავწყვიტე ამისი ანალოგი მეპოვა. ძველ რუსულ პატერიკებში ვიპოვე ზუსტად იგივე ადგილი. იქ ეწერა, ბერი კელიაში იჯდა და დაკავებული იყო უმნაი მალიტვაი. უმნაი მალიტვა ეს არის გონებისმიერი ლოცვა. და როცა ეს გონებისმიერი ლოცვა შეწყვიტა, ეშმაკი შევიდა კელიაში. ქართველმა თარჯიმანმა უმნაი მალიტვა თარგმნა როგორც ფიქრი. რამდენიმე წლის შემდეგ შემხვდა ვიღაც 9 დიპლომიანი თარჯიმანი, თარჯიმან თუხუცესია ესე, რომელმაც ერთი წმინდა ეპისკოპოსის წამსის განმარტებაში ცვლილებები შეიტანა, აზრი გადააკეთა. და მე უთხარი, პატივისცემით უთხარი, ასეთი რამ როგორ გაბედეთ მეთქი? თქვენ ხო იმ წმინდა ეპისკოპოსზე მეტი არა ხართ? ეს როგორ გაბედეთ? და ფრაზა იყო გამაოგნებელი, ესე უფრო ლამაზად ჟღერსო. რა მიზანი აქვს ამ ვიდეოს ჩაწერას? თქვენ ფულს იხდით ლიტერატურაში, ყიდულობთ წიგნებს და ღმერთმა იცის იქ რა წერია. მე პირადად რამდენჯერმე წიგნი მაქვს გადაგდებული. ისააკ ასურის სწავლანი ვიყიდე ქართულად და ორთვიანი კითხვის შემდეგ ეს წიგნი გადავაგდე, რომ ვერავინ ვერ წაიკითხოს მეთქი. ისე იყო ნათარგმნი. შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ მეუფე ისააკს რაღაცა აზროვნების პრობლემები აქვს. ეცადეთ ხოლმე იყიდოთ ძველი წიგნები, ძველი თარგმანები. იქნება ეს ქართული, რუსული, ბერძნული, არ აქვს მნიშვნელობა. ოღონდ ერთი ნიუანსით. მოღვაწეთა შრომები უნდა იყოს მოღვაწეთა ნათარგმნი. მეუდაბნოების შრომებს უნდა განმარტავდნენ მეუდაბნოები. ფეხბურთი დამთავრდება და სიკეთის მოყვარეობას ჩაუჯდები, ეს არ გამოდგება. და ამ დამახინჯებულმა ტექსტებმა შეიძლება გულაცრუება შემოიტანოს თქვენში, იმიტომ რომ დაინახავთ, რომ ის სიწმინდე, ის სულიერი სიმაღლე შეიძლება დაკარგული იყოს თანამედროვე თარგმანებში. გაითვალისწინეთ ეს, ღმერთო გაგახაროთ.